ქალაქ თბილისში ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდა ორდღიანი კუდოს საერთაშორისო სემინარი, რომელსაც უძღვებოდა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კენიჩი ოსადა. კუდოს სემინარმა წარმატებით ჩაიარა და ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დავით ხახულიაშვილს ამ სემინარის ორგანიზებისთვის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს სპორტის სამინისტროს და პირადად მინისტრს ბატონ შალვა გოგოლაძეს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის და წარმატება მინდა უსურვო ჩვენს ქართველ კუდოისტებს და ზოგადად კუდოს ფედერაციას. 今回初めてジョージアに来ることができて、世界大会とかワールドカップでも非常に活躍している選手のね様子を見たいと思って来たんですけども、みんな本当にいい稽古をしていて、またね、風土を楽しんでいる様子も拝見できたので、非常に来てよかったと思いました。説明をしている時の子どもたちの目がね非常に真剣だったので、それもすごくね印象的でした。პირველ დღეს ჩვენ ჩავატარეთ ორი ვარჯიში, სადაც შევისწავლეთ კუდოს, გავაუმჯობესეთ კუდოს წესების ცოდნა, როგორ უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის დროს, ასევე ჩვენ იუნიორ სპორტსმენებმა ჩააბარეს შავ კამრებზე. Ну, мне очень понравилось в Грузии, и я очень благодарен, что меня сюда пригласили. Грузинских спортсменов я уже видел на чемпионатах мира, на международных соревнованиях. Я знаю их силу. Вот. Но здесь мы увидели не только тех, кто выезжает на соревнования, и инструкторов, но также и детей, и тех, кто занимается. Те юниоры, которые уже выступают на соревнованиях, у них очень серьезный уровень, и я думаю, они составят очень сильную конкуренцию другим странам на международной арене. ბევრი ნიუანსები გავიარეთ, როგორც ჭიდაობაში, ასევე დგომში. მივიღეთ შესწორებები რაღაცაში, ვეცადეთ ყველაფერი კარგად გავუკეთებინა. საქართველოსდან 15 მებრძოლი იყო, ვისაც პირველ დანზე სურდა ჩაბარება 15 წარმატებით მოვახერხეთ. მადლობა საქართველოს კუდოს ფედერაციას ასეთი შესაძლებლობისთვის.